Globალური კონფლიქტების გავლენა სასურსათო უსაფრთხოებაზე საერთაშორისო სასაქონლო ბირჟებზე ხორბლის ფასი იზრდება, თვიურჭრილში ღირებულება 10%-ითაა მომატებული, ხორბალი გაძვირდა ბოლო 24 საათშიც. მიზეზი ირანზე განხორციელებული სამხედრო დარტყმების ფონზე გაჩენილი გეოპოლიტიკური გაურკვევლობაა. კიდევ რა ფაქტორები ახდენს გავლენას ფასებზე, რა მოლოდინებია ბაზარზე და როგორია კრიზისის თავიდან აცილების შესაძლებლობები ადგილობრივად საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში თემაზე სასაუბროთ. მოგესალმებით ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. იქედან გამომდინარე, რომ საქართველო მნიშვნელოვნად იმპორტ დამოკიდებული ქვეყანაა და ხორბლის მიმართულებითაც იმპორტზე ვართ დამოკიდებული. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ხოლმე გლობალურ ბაზარზე არსებული ცვლილებები, როგორც აღნიშნეთ, ცვლილებები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე უკვე სახეზეა, რა მასშტაბს შეიძლება მიაღწიოს თქვათ გაუარესება მდგომარეობის და რა გავლენებს ელოდებით უკვე ადგილობრივად. კი ბატონო, მოგესალმებით თათია, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებლებს. რეალურად ძალიან რთული სიტუაცია, იმიტომ რომ ჯერჯერობით გაურკვევლობა ძალიან დიდია, გაურკვევლობა დიდია იმასთან მიმართებაში, რომ რამდენად სწრაფად დამთავრდება ეს კონფლიქტი თუ გრძელვადიანად განვითარდება, შესაბამისად ბირჟებმა მოკლევადიანად უპასუხეს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ვიცით რომ სპარსეთის ყურე დაკეტილია და შესაბამისად ეს გადაეცემა ყველაფერი თლიანობაში. უპირველეს ყოვლისა ნავთობის ფასიდან გამომდინარე, სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, ყველაფერი გადაეცემა ყველა პროდუქციას. აქ ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე განვიხილოთ დაზღვევის ფაქტორი, იმიტომ რომ ფაქტიურად დაზღვევები მოხსნეს თვითონ კომპანიებმა ტვირთების გადაზიდვებზე სპარსეთის ყურებში და ზუსტად ამან გამოიწვია ყველა ის თქვათ ფასების მატება ჯერჯერობით მოკლევადიანი, რაც თქვათ თქვენ დაასახელეთ. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხორბალთან მიმართებაში ჩვენ ჯერჯერობით სტაბილური მდგომარეობა გვაქვს, იქედან გამომდინარე, რომ ხორბლის მარაგები გვაქვს, მათ შორის ახლო მომავალში 2-3 თვეში თუ გაგრძელდა კონფლიქტი, ხორბლის ახალი მოსავალი მოდის საქართველოში და პლუს კიდე თუ შეიძლება დადებით ფაქტორად მივიჩნიოთ, ფაქტორი არის ის, რომ რუსეთი, რომელიც ლოგისტიკურად ყველაზე ახლოა ჩვენთან და იქედან შემოდის ხორბალი, რეალურად რუსეთის მიწოდებები იგივე ირანის მიმართულებით, რომელიც საკმაოდ დიდია და სპარსეთის ყურის მიდამოებში მიწოდება ქვეყნების მიმართულებით, ფაქტიურად შეიზღუდა, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი ხორბალია რუსეთში და გატანა უფრო შეზღუდულია. ამანაც შეიძლება დადებითად იმოქმედებს. უარყოფითი ფაქტორი გითხარით, ეს არის გაურკვევლობა და ჰორმუზის ყურის დახურვა და ნავთობის თემა, დაზღვევის თემა და პლუს კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ იქნება დოლარის ლართან მიმართებაში კურსი, რომელიც პრინციპში შეიძლება შეიცვალოს. უბრალოდ აქ დამოკიდებულება მალე დამთავრდება ეს კონფლიქტი თუ დაბრუნდება ეს ყველაფერი თავის ადგილებს თუ მოხდება ლოგისტიკური ჯაჭვების გადალაგება, რომელიც რა თქმა უნდა გააძვირებს ამ ყველაფერს. ბატონო ლევან, სამომხმარებლო დონეზე რომ განვიხილოთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ თქვათ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სოციალურ პურზე არ გაიზარდოს ფასი ჩვენთან ადგილობრივად და რა ვადაში განიხილავთ, რომ შეიძლება ამის აუცილებლობა დადგეს? კი ბატონო, ანუ ჯერჯერობით რეალურად გითხარით რომ მარაგები არის, თუმცა შეიძლება შემდგომი შესყიდვები უფრო ძვირად განხორციელდეს. აქედან გამომდინარე მარაგები ფაქტურად აბალანსებს, ანუ უფრო იაფად ნაყიდი, უფრო ძვირად ჰიპოთეტურად ნაყიდს და აბალანსებს და შესაბამისად დაატყვისებული ეფექტი ფიქრობ არ იქნება. დღეს მაგალითად ერთი ტომარა ფქვილის ფასი 53 ლარი არის პირველი ხარისხის, რომელიც პურის ქარხნებს ეწოდება, რაც უფრო დაბალია ვიდრე მაგალითად 2 თვის წინ და პრინციპში 62 ლარი ბიჯი, რომელთაც პურის გაძვირებასთან ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და პურის წარმოებლები თქვათ ამაზე ვსაუბრობდით, რა იქნება შემდეგი ბიჯი, ჯერ საკმაოდ შორს არის. ნახოთ რა იქნება შემდგომი, თუმცა ჯერჯერობით სიტუაცია პრინციპში დარეგულირებული არის. ახლა შემდგომი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. მათ შორის ეს შეიძლება იყოს მოკლევადიანი ღონისძიებები, შეიძლება გრძელვადიანი და სისტემური ღონისძიებები. ჩვენ ვიცით რომ მუშაობს მაგალითად ფასების კომისია ამასთან დაკავშირებით და აქაც მნიშვნელოვანია რამოდენიმე თქვათ ინიციატივა და ხედვა ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით, როგორც ფქვილის წარმომებელთა ასოციაციის ფარგლებში, ისე წარმომებელთა ფედერაციის ფარგლებში, რომელშიც ჩვენ ფქვილის ასოციაცია გაერთიანებული ვართ. მათ შორის გრძელვადიანად შეიძლება განხილული იყოს მაგალითისათვის იგივე სოციალურ დაუცველ ფენებთან მიმართებაში
გარკვეულწილად მიზნობრივი დახმარება იმ შემთხვევაში თუ ფასების მატება ხდება. ეს თქვენი ხედვა რომ გავიხსენოთ. ნახეთ თათია როგორი რაღაცა ჩვენ წლიდან წლამდე ვამბობთ რომ ფასები იზრდება ეს ობიექტური რეალობაა, იმიტომ რომ ინფლაცია მსოფლიოში ქვეყანაში და ეს ბუნებრივი მოცემულობაა. უბრალოდ თვითონ ფასების კომისიაში და ზოგადად უნდა ვიცოდეთ რომ როდესაც ფასები იზრდება და ჩვენ ვლაპარაკობთ ფასების ან გაჩერებაზე ან შემცირებაზე ვის მიმართ ვლაპარაკობთ ამ ყველაფერს. ანუ თუ ჩვენ განვიხილავთ თვითონ პირველადი მოხმარების კალათად, სადაც არის მაგალითად პური, მაგალითად კვერცხი, მაგალითად ბრინჯი, აგრეთვე წიწიბურა და მაკარონი და ასე სხვადასხვა პროდუქცია, შესაბამისად, დათვლა დავიღოთ მაგალითად პური, ხო? პური რო გაძვირებს 10 თეთრით, ეს ნიშნავს, რომ თითო ადამიანს თქვენ ლარნახევით რუძვირდება ეს ყველაფერი. ანუ შემიძლია ავხსნა 10 თეთრით გაძვირება ნიშნავს, რომ ადამიანებს საქართველოში მოხმარება თითე ადამიანის საშუალო არის 300 გრამი, ერთი პური არის დაახლოებით 600 გრამი. ანუ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება 15 ცალი პური თვეში და 10 თეთრიანი გაძვირება არის ლარნახევარი. იგივე მათემატიკა რო არ დავღალო ხა მაყურებელი დაახლოებით კვერცხში, იგივე მათემატიკა დაახლოებით შეიძლება იყოს წიწიბურაში, ბრინჯში და ასე შემდეგ და დაახლოებით 5-დან 7 ლარამდე კომპენსირებით თქვათ მისაცემად იგივე რასაც ეძლევა სოციალურ დაუცველს ან იმ ადამიანებს ვისაც ეს სჭირდება, მიზნობრივად შეიძლება რომ მიცეს სახელმწიფო. ამ შემთხვევაში არ გვექნება საჭიროება იგივე ვიძრუნოთ ფასების გაჩერებაზე, მათ შორის პირველადი პროდუქციის და შესაბამისად იგივე შეძლებული ფენას და არაშეძლებულ ფენას ერთნაირად გაუვიებოთ ეს ყველაფერი. შესაბამისად ფიქრობთ რომ ეს სწორი მექანიზმი იქნებოდა და შემდგომისთვის თქვათ შეიძლება უკვე სხვა მექანიზმზე ლაპარაკი, მაგალითად DGG-ს თემა შეიძლება თქვათ იყოს განხილული, თუმცა ეხა კომისიის ხდომაზე მე ვაკვირდებოდი და უყურებდი რომ თავისთავად ცხადია ეს ბიუჯეტის თემაა და რა თქმა უნდა ეს თქვათ შეიძლება იყოს განხილული როგორც ბიუჯეტის შემავსებელი და ეს ამომავალი წერტილი იყოს, მაგრამ აქაც ვფიქრობ რომ მსჯელობა შეიძლება, აპრიორი არ ვამბობ რომ ეს სწორია, მაგრამ მსჯელობა შეიძლება იქიდან გამომდინარე რომ მაგალითისათვის ისეთ შეძლებულ ქვეყნებში როგორც არის საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია დიფერენცირებული DGG-ია. მაგალითად პირველადი მოთხოვნილის კალათის პროდუქციაზე არის 4-5%, 8%, დანარჩენებზე არის ზოგან 18, 20 და ასე შემდეგ, შესაბამისად არაპირველადი პრემიული ხარისხის პროდუქციაზე. ვფიქრობ ამ მიმართულებით შეიძლება წასვლა საქართველოში პირველად მოთხოვნილის პროდუქციაზე DGG-ს თქვათ სხვა წესით დაბეგვრის შესახებ, მაგალითად 4, 5, 7, 10 დაც განსხვავებული იქნება, იმიტომ რომ დღეს მაგალითად ცემენტი, აგური და პური ერთი და იგივე 18%-ით იბეგრება. გასაგებია. აქვე მინდა გკითხოთ, განმარტოთ კიდევ ერთხელ ჩვენი მაყურებლისთვის თუ რა ფაქტორები განსაზღვრავს პურის ფასს და კიდევ ერთი ინიციატივა თქვენი ინდექსაციასთან დაკავშირებით, რაც არაერთხელ იყო გაჟღერებული, განმარტოთ თქვათ თუ მიმდინარეობს კომუნიკაცია ამ ნაწილში და ასევე რა სარგებელზეა საუბარი აქ. კი ბატონო, ანუ ჩვენი ინიციატივა იყო და არის კიდევ დაყენებული ამას შესახებ პურის ფასის ინდექსის შემოღების შესახებ. ანუ რატო ეს მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანია იმიტომ რომ საერთოდ ზოგადად ობივატელისთვის და როდესაც ახსნა ხდება პურის ფასის გაძვირების შემდეგ, ან ცვლილების შემდეგ, ხდება რომ აი ფქვილთან მიმართებაში ხდება მუდმივად ოპერირება. თუმცა ბევრ შემთხვევაში ეს ასე არ არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ პურის თვითონ კალკულაციის ყველა პარამეტრი განისაზღვროთ სწორად, მაგალითისათვის რა მონაწილეობს პურის ფასში. ეს არის ფქვილიდან დაწყებული, რა თქმა უნდა, ეს არის საფუარი, ეს არის მარილი, ეს არის ზეთი, რა თქმა უნდა, ეს სამუშაო ძალა არის, ელექტრო ენერგია, გაზი, ანუ შესაბამისად შემდგომ არის გრითეილის დამატება და ასე შემდეგ. შესაბამისად, აქ ზოგადად შეიძლება ეს ყველაფერი განისაზღვროს, რა პროცენტით მონაწილეობს აქ და თვიდან თვემდე მოხდეს შედარება ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, ქვეყანაში არსებობს იგივე მშენებლობის ინდექსი და მაგალითად მშენებლობის გაძვირებაზე, აი ხა იყო ინფორმაცია დაახლოებით 1 კვირის წინ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო 21%-ით სამუშაო ძალის ხელფასების გაძვირება. აქედან გამომდინარე, სწორი იქნებოდა რომ ფაქტიურად ჩვენ პურის ფასის ინდექსში მოვიაზრებდეთ რის გამო ძვირდება ეს ყველაფერი ან იაფთება, თუ გაიაფთა, რა თქმა უნდა. შესაბამისად ეს იქნებოდა სწორი
მექანიზმი, მათ შორის დაკვირვების, როგორც მომხმარებლის, ისე თქვა სახელმწიფო ორგანოების მიერ და ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს ყველაფერი. კი ბატონო და ბოლოს რომ დაუბრუნდეთ მიმდინარე მოვლენების ანალიზს და ერთგვარად რომ დავამშვიდოთ ჩვენი მაყურებელი, საინტერესოა გამოწვევები ენერგომატარებლების გაძვირების მიმართულებით არსებობს ასევე მიწოდების ჯაჭვების მიმართულებით. ერთის მხრივ თქვენ ახსენეთ რომ მარაგების საკმარისია ქვეყანაში, დივერსიფიცირების საშუალება თუ არსებობს საჭიროების შემთხვევაში მარაგების შევსებისთვის უკვე თუ გრძელვადიანად გაგრძელდა ეს კონფლიქტი რომ გითხრათ და საფრთხეების სასურსათო უსაფრთხოების რამდენად რეალურად შეიძლება განვიხილოთ? კი ბატონო, ეხლა მე ვიტყოდი რომ რეალურად ჩვენ ისეთ თვეებში ვიმყოფებით, ეხლა უკვე მარტის დასაწყისია და დაახლოებით 3 თვეში არის ახალი მოსავალი საქართველოში, რაც ბუნებრივად ძალიან კარგია, იმიტომ რომ ხორბალი გვექნება ადგილზე საქართველოს ხორბალი. მარაგები გვაქვს დაახლოებით 2 თვის. მე ვახსენე რომ რუსეთს საკმაოდ დიდი მარაგები აქვს და რაღაც ნაწილს ის ტრადიციულად აწვდის არაბეთის ყურის ქვეყნებს, მათ შორის ირანს და შესაბამისად ეს თუ ვერ განხორციელდა თავისთავად ეს გამოიწვევს უფრო დიდი მარაგების არსებობას რუსეთში და შესაბამისად ეს ფასის სტაბილიზაციას უწყობს ხელს. და ბოლოს მინდა ესეთი რაღაცა ვთქვა, ნახეთ, რეალურად როდესაც საქმე გვაქვს და მე ვახსენე ან მოკლევადიანი შეიძლება იყოს კონფლიქტი და იმაზე და ან გრძელვადიანის შემთხვევაში ფიქრობ რომ სოფლიო თანამეგობრობა მაინც თანხდება იმაში რომ ჰუმანიტარული პროდუქციისათვის ცალკე რაღაცები იქნება. მაგალითისათვის მე შემიძლია გითხრათ რუსეთ-უკრაინის ომზე გახსოვთ თქვენ იყო ეგრეთ წოდებული კორიდორი უკრაინიდან ხორბლის გამოტანასთან დაკავშირებით და ამაზე თანხდებოდა მათ შორის რუსეთი, უკრაინა და სოფლიო თანამეგობრობა უსაფრთხოდ უნდა იმუშაოს. ფიქრობ რომ გრძელვადიანი პროცესი თუ წავიდა, სავარაუდოდ მაინც იქნება ჰუმანიტარული კორიდორები განხორციელებული და ასე თუ ისე სტაბილიზაცია სოფლიოში იქნება. მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ ფაქტიურად კონფლიქტი მალე ამოიჭრება, დარეგულირდება და ბირჟების დაუბრუნდებიან თავიანთ ფასს. ზოგადად რო ავიღოთ, რომ ეს გამოწვევა არ არსებობდეს, დღეს სოფლიოში ხორბლის ნორმალური მოსავალია, მოლოდინიც ნორმალურია და შესაბამისად თუ კონფლიქტი ამოიწურება, ფაქტიურად ვითარება სტაბილური იქნება. რაც შეეხება ახლა იმას, რომ ჩვენ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ზოგადად მოკლევადიანში გითხარით და გრძელვადიანად ვფიქრობ, რომ იგივე სასურსათო უსაფრთხოების ის კალათები, რომელიც პირველადი მოთხოვნილებაზეა დამოკიდებული, ფაქტიურად აქ ჩვენ რეალურად უნდა შევქმნათ ის მექანიზმი, რომ სრული მონიტორინგი მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით, დაწყებული პურიდან დამთავრებული ბრინჯი და წიწიბურასთან მიმართებაში რამდენია ქვეყანაში, როგორ შეიძლება და სასურსათო უსაფრთხოების მხრივ ეს გამოწვევა ფაქტიურად სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს გარკვეული დაკვირვების ქვეშ აუცილებლად და ხელშეწყობილი, მათ შორის როგორც საკანონმდებლო მიმართულებით შეიძლება ამის გაკეთება, ისე ფაქტიურად სახელმწიფოს შეიძლება გარკვეულწილად წახალისების მექანიზმით პრობლემების არსებობის შემთხვევაში ამას ხელშეწყობა გააკეთოს. კი ბატონო, სახელმწიფოს და კერძო სექტორს შორის ურთიერთთანამშრომლობა ძალიან მჭიდრო არის აუცილებელი. კი, აუცილებელია, ჩვენ გვაქვს ეს ურთიერთობები, რა თქმა უნდა, მაგრამ ვფიქრობ, გამოწვევები ყოველთვის არის და ამის პასუხი ეფექტური უნდა იყოს და ზოგადად ერთ-ერთი ეს არის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გლობალური კონფლიქტების გავლენა სასურსათო უსაფრთხოებაზე, ძირითადად ეს იყო ჩვენი საუბრის თემა და ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.